2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არ გავიმარჯვეთ ჩვენ თუ კი ომს იწყებთ თავი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ უნდა გადადგა ნაბიჯი ისეთი რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცებს გაწირავს და მოქალაქესაც. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და შედგა ეს რასაც ველოდებოდი ამდენი წელიწადი ეს საპარლამენტო საკონსულტაციო კომისია დროებითი და შემოადგენლობას ძალიან მაკმაყოფილებს ის რომ საშუალება არის ყველაფრის ლაპარაკი აბსოლუტურად და არანაირად ვერაფერი ვერ მოთქვევინებს იმას რომ დავხუროთ სხდომაო, იმიტომ რომ გავიდა უკვე ამდენი წელიწადი და საიდუმლო არავისთვის არაფერი არ არის აბსოლუტურად და ყველაფერი უნდა ითქვას ღიად. აგერ გეჯდათ სარდალი გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება რომ მე რა ვიცოდი ცხინვალში კოდორში რა ხდებოდაო. წარმოგიდგენიათ ეს უკვე ტრიბუნალია. ამის თქმა. მერე მეორე სარდალი რომელიც რომს წამოიწყებს და წააგებს ის თავს იკლავს. თუ ის სარდალია და თუ ის შინაგანად არის ჯარისკაცი. მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი იქ არ იყო. ჯარისკაცები მოაშორეს აბსოლუტურად და ჩანაცვლეს პოლიციელებზე ცუდი თქვა კი არ მინდა მითი. პოლიციელს აქვს თავისი მოწოდება, რომ იმან დაიცვას. მერე ჟურნალისტების როლი ამაში ყველაფერში ქაბატონო თეა არის ძალიან დიდი და რატომ აქვს ამდენი უფლებები ჟურნალისტებს რომ გინდა საითაც გინდათ იქიდან გავყიდიან, მე ვერ გავიგე. ეხლა რომ შემოვიდეთ დამხვდნენ და საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო ჩვენებაო, მეუბნებაო, გუშინდელი მე მეუბნება ამას რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო მე და თქვენ ახლა წარმოადგენთ სწორედ საქართველოს რომლებიც მათგან ვიცავთ ჩვენს ქვეყანას